ნება მიბოძე სტუდიაში მოვიწვიო დოდონა ნამორაძე. როდიგე ნაცვალე როგორ ხარ? დოდონა მოგესალმებით ჩემო ძირფასო. ჩვენ ერთად მოგვიწვიო ყოფნა სულ რაღაც 3 კვირის წინათ ხდებოდა ეს ყველაფერი საბერძნეთში, ათენში, სადაც მე მქონდა პატივი რომ ჩამეტარებინა საჯარო ლექცია ამერიკულ უნივერსიტეტში, ვებსტერში, თემაზე ქართული მრავალხმიანობის საერთაშორისო მნიშვნელობა, ხოლო შენ შესანიშნავად ჩაატარე შენი მორიგი სოლო კონცერტი. კიდევ ერთხელ ოღონდ უკვე საჯაროდ მინდა მოგილოცოთ თქვენი დიდი ტრიუმფი საბერძნეთში, ათენში, ვებსტერის უნივერსიტეტში. სადაც ჩაატარეთ ესეთი ძალიან მაგარი ლექცია და მახსოვს მაშინ ისეთი შეგრძნებები მქონდა რომ რა მაგარია, როდესაც ესეთ მაღალ პროფესიონალურ დონეზე ტარდება ჩვენი ქვეყნის ესეთი წარმოჩინება, ჩვენი კულტურის ამის სიდიადის და ზუსტად რომ მაყურებლებიც იქ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრებიც იყვნენ და მაყურებლებმაც აი როგორც ლექციის დროს, ასევე ლექციის შემდეგაც აღნიშნეს აი თუ როგორ მოეწონათ ეს ლექცია, რამდენი რაღაც გაიგეს. პირადად მე ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე თქვენგან და შემდეგ საუბარშიც სხვადასხვა ელჩებთან და იუნესკოს წარმომადგენლებთანაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცაზე ჩამოვარდა საუბარი და ამასთან ერთად კარგი ის იყო რომ ბევრ მათგანს საქართველოსთან აქამდე შეხებაც კი არ ქონია, მით უმეტეს მის კულტურასთან და პოლიფონიასთან, როგორც თქვენ ახსენეთ. კი, მართლაც ასე იყო და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ აი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ქართული პოლიფონიის მიმართ ინტერესმა გამოიწვია, მაგრამ არის უპირველეს ყოვლისა დამსახურება არაჩვეულებრივი პიროვნების და მართლაც ამაგდარი, ნამდვილი მოღვაწის, რომელიც გვეგულება ჩვენ საბერძნეთში, ეს არის ცნობილი ადამიანი, პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე, რომელიც წლების განმავლობაში უკვე დიდი წარმატებით ხელმძღვანელობს კულტურის ცენტრს ათენში, სახელად კავკასია და მოვიკითხავ აქედან ავთოს დიდი პატივისცემით. და აი მისმა ავტორიტეტმა განსაზღვრა პირველ რიგში, რომ აი ესეთი საზოგადოება შეიკრიბა ვებსტერში. სრულიად გეთანხმებით. ძალიან კარგი ადამიანი, ძალიან მიყვარს ბატონი ავთო და ოღონდ აუცილებლად სათქმელია რომ გარდა მისი უდიდესი წვლილისა, თქვენი ძალიან დიდი დამსახურება იყო თქვენი ავტორიტეტის და ბექგრაუნდისა ამ სფეროში, ზუსტად იმ საზოგადოების წარდგენა, რომელიც იქ იყო. შესავალ სიტყვაშიც აღნიშნა იუნესკოს დირექტორმა ქალბატონმა, რომ კოლუმბიის, ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტების შემდგომ ძალიან მაღალი მოლოდინი იყო ვებსტერში და ძალიან სასიხარულო იყო როგორც ჩემთვის, ასევე იქ მყოფი ქართველებისთვის, რომ ესეთი სიამაყით ვისმენდით და ვუყურებდით ამ დამსწრე საზოგადოებას, რომლებიც 80% იყო უცხოელი, სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლები და ისეთი საინტერესო იყო ეს ლექცია, მე თვითონ როგორც ვთქვი, ბევრი ვისწავლე და ასევე ეტყობოდათ მათ სახეზე აღფრთოვანება და მიხარია ხოლმე ჩვენი კულტურის სიდიადის ასეთი წარმოჩინება ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებში. დიდი მადლობა თქვენ და კიდევ მრავალი მწვერვალი დაგეკვირდით. დიდი მადლობა თქვენგანაცვალე. მე მხოლოდ ვცდილობ რომ ერთი აგური დავდო იმ მნიშვნელოვან საქმეში, რომელსაც საოცრად ემსახურებოდნენ ჩვენი წინარეთაობის, აი დიდი მოღვაწენი და აღარაფერს ვამბობ ჩვენს გენიალურ წინაპრებზე, რომელთაც შექმნეს ეს ყველაფერი. მაგრამ ერთ რამეში კი დაგეხმები, რომ თუ კი რაიმე არის დღევანდელ დღეს, აი საშურიდან მნიშვნელოვანი, ეს არის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ცნობადობის ამაღლება. აი ამას ცდილობს აბსოლუტურად ყველა ქვეყანა და ძალისხმევას არიშურებენ, რომ სწორედ კულტურა იყოს სამხრივი იარაღი და ვინაიდან ქართველები იმ ნიშნით ვარ დაწინაურებული, რასაც ქვია ჩვენი კულტურის აი მის განსაკუთრებულობა და საოცარი სიღრმე და სიმდიდრე, რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მაგალითად ის გზა, რომელიც გაიარა ლეგენდარულმა პიროვნებამ ბატონმა აზურ ერქომაიშვილმა, რომლის აი სიკეთე ყოველ ფეხის ნაბიჯზე მე პირადად წინ მხვდება, როდესაც ჩავდივარ და ამ ყველაფერს რატო ვამბობდა ბატონი აზური, რატო აღნიშნე და ის დიდებული ანსამბლი, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა წლების განმავლობაში, ანსამბლი რუსავი, პირველად მომეცა საშუალება, რომ გარდა იმისა, რომ ვისაუბრე ამ ყველაფერზე, მოვასვენინეთ ცოცხლად ანსამბლ კავკასიასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ყველაფერი ადგილზე გაჟღერდა, გარდა საარქივო მასალისა. ქონდა საშუალება რომ გადამეცა ვებსტერის უნივერსიტეტისთვის მართლაც უნიკალური გამოცემა აკადემიური ხასიათის სამტომეული სახელად საქართველოს ინგლისურ ენაზე, სადაც არის მართლაც უნიკალური მასალა თავმოყრილი ეთნოგრაფიაზე, კულტურაზე, საქართველოს ისტორიაზე. მისი სულის ჩამდგმელი ამ პროექტისა და ხელმძღვანელი გახდა სწორედ ბატონი აზორ ერქომაიშვილი და 102 ქართველი მეცნიერი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა რუდუნებით ამ ნაშრომზე და მასში შესულია თან 2491 უნიკალური ჩანაწერი ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და საგალობლებისა. და ეს ყველაფერი გადავეცით ვებსტერს, საიმისოდ რომ ვინც კი დაინტერესდება ქართული ფოლკლორის საქართველოს ისტორიით, უკვე ექნება ძალიან მნიშვნელოვანი წყარო და გადავეცი ეს ანზორ ერქომაიშვილის საერთაშორისო ფონდის სახელით, რომელსაც
შესანიშნავად ხელმძღვანელობს ბატონი ანზორის ღირსეული მეუღლე ხალბატონი ლალის ეთურიძე და მივესალმები ხალბატონ ლალის და დიდ მადლობას ვეთქვი. აქვე ვიტყვი რომ ეს გამოცემა დაიბეჭდა ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლეს დონეზე Nova Science Publishers მიერ და მათაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქართული კულტურის ესეთი თანადგომისთვის. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მე ასევე მინდა ძალიან დიდი სიხარულით მოგილოცო შენ მართლაც წინვალეთ ჩატარებული სოლო კონცერტი მეოთხე იყო ეს უკვე ათეში შენს მიერ ჩატარებული და შენ რო მაღალ დონეზე წარმოადგენდი ამ ყველაფერს როგორც შემსრულებელი როგორც პროფესიონალი მომღერალი ამაში მე დარწმუნებული ვიყავი მაგრამ მე პირადად რაც გამიხარდა და აღმოჩენა იქცა ჩემთვის ეს იყო ის თუ რამდენად უყარხარ საბერძნეთში ცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს და ეს ყველაფერი ჩანდა პირველივე შეხვედრიდან აი ყოველ ჯერზე იმიტომ რომ შენ აი ეს სიკეთე დათესილი გაქვს შენი მართლაც საამაყო გამოსვლით საბერძნეთის ვოისში სადაც შენ გაახარე გული ყველა ქართველის და გილოცავ კიდევ ერთხელ ერთსაც დავძენ რომ შენ სოლო კონცერტს მართლაც აი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეძინა ბერძნული კულტურის ცოცხალმა ლეგენდამ იოვანამ, რომელიც ძალიან უყვარს საქართველოში, იმიტომ რომ დღემდე ყველას გვახსოვს მის მიერ ფანტასტიკურად შესრულებული თბილისო, მაგრამ რამდენიმე სიმღერა შეასრულა, თქვენ მე ერთად იმღერეთ დუეტში თბილისო და მართლაც შესანიშნავია. სხვათა შორის, ბევრმა არის ის, რომ იოვანა გარდა იმისა, რომ ცნობილი მომღერალია, არის არანაკლები ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი, 25 წიგნის ავტორი, რომანების, პოეტური კრებულების და ისეთი იშვიათი ინტელექტუალია და მან ძალზე შეგაქოს შენ და მართლა ქათინაურები არ დაიშურა შენი როგორც მომღერლის მიმართ და ამასაც გილოცავ ჩემო ძვირფასო. უღრმესი მადლობა და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ რომ კონცერტი ესე გამილამაზეთ. თქვენ დარბაზში ესწრებოდით ჩემს კონცერტს და შემდეგ უკვე მეორე ნაწილში გთხოვეთ ამოხვედით ჩემთან სცენაზე და რამდენიმე სიმღერა როგორც დუეტში შევასრულეთ, ისევე დამეხმარეთ აკომპანიმენტში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ძალიან მიხარია რომ ასეთი სითბოთი და სიყვარულით შეგვთნენ ჩვენი ქართველი თანამემამულეები. ეს მინდა უდიდესი მადლობა უთხრა მათ და აი განსაკუთრებული სიყვარული გამოუხადო. იქაც ვთქვი და ახლაც მინდა გავიმეორო რომ მართლაც აი მუხილავ ძაფებს მუდმივად უგზნობ, რომელიც გამულია ჩვენს ძვირფას მაყურებლებს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და ამ შემთხვევაში ჩვენ საბერძნეთზე გვაქვს საუბარი და ჩვენ შორის და აი ამ დიდი მხარდაჭერისთვის, აი ამ ყურადღებისთვის, რასაც თქვენ იცით, ჩვენი სატელევიზიო გადაცემების თუ ჩვენი კონცერტების მიმართ და იმ სითბოსთვის, რასაც ჩვენ ყოველ ჯერზე გვზნობთ უშუალო შეხებისთვის, აი მართლაც ქეთს ვიხდით თქვენ წინაშე და უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ასევე კურიოზი მოგვივიდა სცენაზე ხო, კაცო. მახსოვს ძალიან სახალისო, ცოტა ვინერვიულე, მინდა რომ მოვყვე დეტალურად რომ ჩვენმა მაყურებელმაც გაიგოს რა მოხდა ეგ. თქვენ რომ დაჯექით კლავიშიან ინსტრუმენტთან, პირველი სიმღერა უნდა გვემღერა გოგო შავთვალა დუეტში მახსოვს. და რომ დაიწყეთ, გამოგხედეთ რაღაცა ცოტა დაძაბული მეჩვენეთ იმ მომენტში და მე სცენაზე ვერ წარმომიდგენი ხართ თქვენ დაძაბული და გადმომედო რაღაცა და ავნერვიულდი რომ ნეტა რა ხდება. მაგრამ მალევე გაართვით თავი და მე ვერაფერი ვერ გავიგე კონცერტის ბოლომდე და მახსოვს რომ გკითხეთ რა მოხდა მეთქი და ტონ ნახევრით ზემოთ დამიტოვაო ტრანსპოზიცია იოვანას აკომპანიატორი. აბა კაცო, ესე იგი რომ მივედი მგონია რომ ანუ 6 სიმღერა დაუკარით ტონ ნახევრით ქვემოთ. ხო, ისე რომ არ ვიცოდი ეგ. ისე რომ ეს არის წარმოუდგენელი ჩემთვის თქვენ ხართ გენიოსი ამ ამბავში. მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ტონ ნახევრით აი თან ერთი ტონი კიდე გასაგები ამბავია ტონ ნახევარია ბადრთული. მართული აი ყოცი არაფერი ამას შეუძლებელი არის მართლა დამაბრუნა კონსერვატორიაში და მავარჯიშა ტრანსპოზიციაში მაგრამ გზადაგზა რო ხდება და თან მაყურებელი იქროა დაძაბულობა აქედან იყო მაგრამ სხვა შემთხვევაში ნაცნობი ინსტრუმენტი რო ყოფილიყო მეც გადავთავდი დავაბრუნებდი მაგრამ მისი ინსტრუმენტი იყო და სანამ იქ გაერკვევოდი იქნებოდა უხერხულო არაწერა არსა ტრანსპოზიცია გზადაგზა მოგვიდგა სამეულოდ რაც თავარია ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მოიწონა ეს ჩვენმა მაყურებელმა და მოდი აქ ხარ შენ კლავიშიან ინსტრუმენტი გვაქვს ამჯერად ნორმალურ ტონალობაში, როგორც უნდა იყოს, ვთხოვ ჩვენს პროდიუსერებს რომ შემოგვბატონ და მაშინ ერთი სიმღერა შევასრულოთ, რომელიც არც აგვიმღერია, არც იქ და პირველად აჭირდება ეს ჩვენი დუეტის შესრულებით. არ მაძინებს წვიმის ხმა და შენზე ფიქრი თითქოს ციდან ამეღარუბელი გულზედ მაწვეთს დღეს ჩვენს შორის ყველაფერი დარჩა შორის
და სიჩუმე შენ სიყვარულს აღარ ამაცდის გაზაფხული ჩემთვის დაჩქარა დაილია დრომოლოდინით შემაბარათ მაში ვერცხლი ნუ თუ მართლა სიყვარულის დაისია რომ ჯიგჯიგი აღარ მესმის ჩემი მერცხლი არ მაძინებს წვიმის ხმა და შენზე ფიქრი თითქოს სიდა მეგრუბელი გულზედ მაწვეს დღეს ჩვენ შორის ყველაფერი დარჩა შორის და სიჩუმე შენ სიყვარულს აღარ მაცდის გაზაფხული ჩემთვის დაჩქარა დაილია დრომოლოდინით შემაბარათ მაში ვერცხლი ნუ თუ მართლა სიყვარულის დაისია რომ ჯიგჯიგი აღარ მესმის